მოგესალმებით კოლეგებო, როგორ ხართ? ამ ვიდეოში ვისაუბრებთ SketchUp-ის ერთ-ერთ ყველაზე ძირითად და ხშირად გამოყენებად ინსტრუმენტზე, Line Tool-ზე. ანუ ხაზის ხელსაწყოზე. ჯერ ნახოთ ამ ინსტრუმენტის მოსაძებნად სამი ყველაზე მარტივი გზა. პირველი და ყველაზე მარტივი გზა Line Tool-ი განთავსებულია SketchUp-ის ზედა ნაწილში, Default Panel-ზე. ეს არის სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლი, რომელიც პროგრამის გაშვებისას ავტომატურად ჩანს. Line Tool-ი აქ წარმოდგენილია პატარა ფანქრის აიკონით. მეორე გზა Large Tool Set-ის პანელი. თუ ეს პანელი არ გაქვს, შეგიძლიათ ჩართო ასე. მენიუს ზოლიდან ვირჩიოთ View Relax, შემდეგ Toolbars და მოხდარ პანჯერაში მოვნიშნოთ Large Tool Set-ის checkbox-ი. ანუ ვსვავთ check marks ამ ველში. ამის შემდეგ ეს პანელი გამოჩნდება და აქაც იგივე ფანქრის აიკონით გვექნება Line Tool-ის ხელსაწყო. და ბოლოს მესამე გზა კლავიატურიდან სწრაფი ბრძანება. უბრალოდ დააჭირე L Relax და SketchUp-ი ავტომატურად გაგვიაქტიურებს ხაზის ხელსაწყოს, რაც ძალიან მოსახერხებელია ყოველდღიური სწრაფი მუშაობისთვის. როგორ უნდა დავდოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი და გამოვთავისუფლოთ ხელი. იქნება ეს Line Tool-ი, Move Tool-ი, Push Pull თუ სხვა ნებისმიერი ხელსაწყო. უბრალოდ დააჭირე კლავიატურაზე Space Relax და SketchUp-ი ავტომატურად დაბრუნდება არჩევის ინსტრუმენტზე, ანუ Select Tool-ზე. ეს ნიშნავს, რომ ხელში რაც არ უნდა გიჭიროს, Space Relax-ი დაჭერისთანავე ინსტრუმენტი დადებული იქნება და SketchUp-ი ავტომატურად გადავა არჩევის რეჟიმზე, ანუ Select Tool-ზე. რა თქმა უნდა, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია Large Tool Set-ის პანელიდანაც. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ Line Tool-ის განხილვას და ზუსტად იმ ადგილს, სადაც შევწყვეტეთ. ახლა როცა უკვე ვიცით, სად მდებარეობს Line Tool-ი, მოდი ვნახოთ როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო 3D სცენაზე. გამოყენება ძალიან მარტივია. უბრალოდ დააჭირე ორ სხვადასხვა წერტილს და SketchUp-ი მათ შორის ხაზს გაავლებს. როგორც ხედავთ, ინსტრუმენტი ხაზავს ორ წერტილს შორის, რომელსაც თავად ირჩევ. დააკვირდით, როცა მეორე წერტილს ვირჩევ, ხაზი კურსორს მიყვება. კურსორი ფანქრის ფორმისაა, ხოლო ხაზი შესაძლოა გამოჩნდეს მწვანე, წითელი ან ლურჯი ფერით. ეს SketchUp-ის impressing-ის სისტემაა, რომელიც გვეხმარება სწორ ღერძზე ხაზვისას. Impressing-ის სისტემას ჩვენ მომავალ ვიდეოებშიც დეტალურად განვიხილავთ და ვნახავთ ეს ფუნქცია, როგორ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოდელირების პროცესს, მინიმუმამდე ამცირებს შეცდომებს და უზრუნველყოფს პროექტის სიზუსტეს, რომელიც გვეხმარება მოდელის სტრუქტურის შენარჩუნებაში. ახლა ვნახოთ, როგორ დავხაზოთ ზუსტად განსაზღვრული სიგრძის ხაზი. ნაბიჯები ძალიან მარტივია. აირჩიე შესაწყის წერტილი და დააჭირე. გადაადგილდი სასურველი მიმართულებით, აკრიფე ზუსტი სიგრძე კლავიატურიდან და დააჭირე Enter-ს. მაგალითად, თუ გინდა დახაზო 500 მმ-იანი ხაზი, უბრალოდ აკრიფე 500 და დააჭირე Enter-ს. SketchUp-ი ავტომატურად დახაზავს ზუსტად 500 მმ-იან ხაზს. აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც დავამატებ. შეიძლება დამწყებისთვის ოდნავ დამაბნეველი იყოს, მაგრამ ძალიან დაგვეხმარება, რომ სწორად გავიგოთ რა ხდება, როცა ხაზს ვხაზავთ SketchUp-ში. თუ ახლა ავირჩევ Select Tool-ით ამ ხაზს და შევხედავ Entity Info-ში, დავინახავ, რომ ეს ობიექტი არის edge. ასე ეწოდება SketchUp-ში თითოეულ ინდივიდუალურ ხაზს. ანუ ეს არის ცალკეული ხაზი, edge, რომლის სიგრძე მოცემულია მილიმეტრებში ან სანტიმეტრებში. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა პარამეტრებს, რა ზომის ერთეულს ვიყენებთ ჩვენს პროექტში. Edge ნიშნავს ხაზს, ზღვარს, კიდეს, ანუ რაც მაგალითად აუჯის ფორმას აყალიბებს. SketchUp-ში ყველა ფორმა შედგება edge-ისგან და face-ისგან, ანუ ხაზებისგან და სიბრტყეებისგან. მაგალითად, მართკუთხედი შედგება 4 edge-ისგან და 1 face-ისგან. როცა რაიმეს ხაზავ, Line Tool-ით სინამდვილეში შევქმნი edge-ს. ახლა უკვე ვიცით, როგორ ხაზავთ ზუსტ სიგრძეებს, რას ვქმნით ხაზვით და რა არის edge. კარგი,
ახლა დაუბრუნდეთ line tool-ის განხილვას და ზუსტად იმ ადგილს, სადაც შევწყვეტეთ. და ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ ხაზების დახმარებით უფრო რთული ფორმის აგება. ალბათ შეამჩნიეთ, რომ line tool-ი ავტომატურად გიტოვებს ახალ ხაზთან კავშირს. თუ გინდა ახალი ხაზის დამოუკიდებლად დაწყება, უბრალოდ დააჭირე Enscapes. შესანიშნავია. ახლა უკვე გაქვს ზუსტად 500 მმ-იანი ხაზი. მოდი დავიწყოთ აქედან და ერთად ავაგოთ მარტივი მართკუთხედი. შენიშვნა: თუ კურსორს მივიტანთ ხაზის შუა ნაწილზე, SketchUp-ი გვაჩვენებს, რომ ვიმყოფებით midpoint-ზე. მაგრამ როცა კურსორი მივა ამ ხაზის ერთ-ერთ დაბოლოებასთან, წერტილთან, გამოჩნდება მწვანე წრე, წარწერეთ. Endpoint ეს ნიშნავს, რომ ხაზის ბოლო წერტილზე ვართ და მზად ვართ შემდეგი ხაზისთვის. აქ გავაკეთებ ერთ კლიკს. ოკეი, ახლა კურსორი ავწიოთ ზემოთ, მწვანე ღერძზე და დავხაზოთ 300 მმ-იანი ხაზი. წერთ 300 და ვაჭერთ Enter-ს. აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც დავამატებ. როდესაც ზომები შემყავს, მისი ნახვა შეგიძლიათ measurement-ში, რომელიც დეფოლტად განთავსებულია მარჯვენა დაბალ კუთხეში. თუ ეს პანელი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩართოთ შემდეგნაირად. მენიუს ზოლიდან ვირჩევთ View Relax, შემდეგ Toolbars და ამოხდა ფანჯარაში უნიშნოთ measurement-ის checkbox-ი. განუსვავთ checkmarks ამ ველში. ასევე შესაძლებელია მისიდან ნებისმიერი პანელის ჩართვა. Top menu bar-დან და უკვე რა თქმა უნდა ჩართული ნებისმიერი პანელიდან მარჯვენა ღილაკზე დაწყებუნებით. აქ თქვენ ხედავთ ყველა ჩვენს SketchUp-ის პროგრამაში არსებულ plugins, რომელიც ოდესღაც ჩამოვთვლით და დამოინსტალირეთ. ასევე SketchUp-ის ინსტრუმენტების პანელებს, დაახლოებით ისე როგორც ეს იყო Toolbar-ის შემთხვევაში. ასე რომ ამის შემდეგ ეს პანელი გამოჩნდება და შემდეგ შეგვიძლია გადავიტანოთ სასურველ ადგილას. ასე მარტივი მოძრაობით. ჩაავლოთ მუქ ადგილას ხელი და მივიტანოთ სასურველ ადგილას. გამოტანის და წაშლის შემთხვევაში მრავალ წერტილთან მივიტანთ მაუს და 4 მაგი ის არის რომ გამოჩნდება, მოვკიდებთ ხელს და გამოვიტანთ. შემდეგ X ღილაკით წავშლით. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ line tool-ის განხილვას და ზუსტად იმ ადგილს, სადაც შევწყვეტეთ. ახლა დავუბრუნდეთ მარცხნივ წითელ ღერძზე იგივე სიგრძით, წერთ 500 და ვაწვევით Enter-ს. და ბოლოს ქვემოთ ჩამოვიყვანოთ ხაზი, SketchUp-ი თავად გვაჩვენებს ბოლო წერტილს, როგორც endpoints. როგორც კი მივუახლოვდებით, ვაკეთებთ ბოლო კლიკს და მართკუთხედიც შეიქმნა. როგორც ხედავთ, ახლა უკვე არა მხოლოდ edge გვაქვს, არამედ შიგნით გაჩნდება face-ი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მართკუთხედი სწორად და ზუსტად არის დახაზული. მოდი შევხედოთ freehand tool-ის თავისებურებასაც. freehand tool-ი, ანუ ხელით ხაზვის ინსტრუმენტი, მუშაობს სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ეს იყო line tool-ის შემთხვევაში, რომელიც უკვე გავიარეთ. line tool-ის შემთხვევაში ხაზავთ წერტილიდან წერტილამდე. ვაწყაპუნებთ ერთ წერტილზე, უშვებთ მაუს და ვაწყაპებთ მეორე წერტილზე. freehand tool-ით ეს ასე აღარ გამოვა. ამ ინსტრუმენტით მუშაობისას მაუსის ღილაკს ვაჭერთ და არ ვუშვებთ, სანამ ფორმის დახაზვას არ დავასრულებთ. გახსოვდეთ, freehand tool-ით შექმნილი ხაზი ბევრ პატარა ნაწილად იყოფა, ეგრეთ წოდებულ სეგმენტებად. თუ ამ ხაზზე select-ულით დავაკლიკებ და entity info-ში შევხედავ, შევნიშნავ, რომ ეს ობიექტი უკვე კურვია და არა edge. მოკლედ რომ შევაჯამოთ, line tool-ი ქმნის edge-ის, ანუ ერთ სუსტ და სწორ ხაზს, freehand tool-ი ქმნის კურვეს, რომელიც შედგება ბევრი პატარა ხაზისგან. ასე რომ თუ გჭირდება სუსტი ხაზი, აუცილებლად ვიყენებთ line tool-ს, ხოლო თუ გვინდა თავისუფლად მოხაზული ფორმები, ამისთვის უკვე იდეალურია freehand tool-ი. ეს იყო
Line tools ძირითადი პრინციპები, რომელთა ცოდნა აუცილებელია SketchUp-ის შესასწავლად. ახლა კი გემშვიდობებით და შეხვდებით მორიგი ვიდეოს Select Tools-ის განხილვაზე. მაგრამ თქვენთვის საინტერესო ჩელენჯი მოვამზადე, ასე რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ დარჩეს გამოწვევის მისაღებად. ახლა კი ვინც ვიდეოს ბოლომდე დარჩით ჩელენჯის მისაღებად, თქვენ ნამდვილად ხვდებით, რომ პრაქტიკა პლუს თეორია ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა არის CAD პროგრამაში წარმატების მისაღწევად. ახლა დროა რომ შენს სცადო. Line Tools-ისთვის ამ სავარჯიშო მასალას დაგიტოვებ ვიდეოს აღწერაში ლინკზე, საიდანაც შეძლებ ამ დავალების ჩამოტვირთვას, რომელიც დაგეხმარება გაიმეორო და პრაქტიკაში გამოსცადო ყველაფერი, რაც ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ Line Tool-ი SketchUp-ში. შესაბამისად, ამ სავარჯიშოს მეშვეობით შეძლებ ზუსტად და სწორად გამოიყენო Line Tool-ის ხელსაწყო. შეიყვანო ზუსტი ზომები კლავიატურიდან measurement-ის ბოქსში. დააკვირდე და მართო ღერძები 3D სცენაზე, წითელი, მწვანე, ლურჯი. გაიხსენო და გამოიყენო ისეთი ღილაკები, როგორიცაა Enscape და Space. გახსენე და დააკვირდე Entity Info პანელში Select Tool-ით მონიშნულ ობიექტებს. დახატო სხვადასხვა გეომეტრიული ფორმა, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოში ვისწავლეთ. ეს სავარჯიშო დაგეხმარება, რომ SketchUp-ის გამოყენება გაგიადვილდეს თავისუფლად და სიზუსტით იმუშაო 3D, 2D სივრცეში. ნახავთ თუ როგორ იქმნება ზედაპირები, როგორ მუშაობს ხაზები, სცადოთ თვითონაც ყველაფერი, რაც ვიდეოში ვნახეთ და მოვისმინეთ. მოკლედ დაიწყე ექსპერიმენტებით, დახაზე რამოდენიმე ხაზი, შექმენი მარტივი ფორმები და უკეთ გაერკვევი SketchUp-ის მექანიკაში. ახლა კი თუ მოგეწონა ეს გაკვეთილი, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეო გაკვეთილები. და რაც მთავარია, დაწერე კომენტარებში, რას ფიქრობ, მარტივი იყო Line Tool-ის ხელსაწყო? SketchUp-ი ხომ საუკეთესოა ინტერიერის დიზაინში. მოკლედ კოლეგებო, ეს ქართულენოვანი SketchUp-ის სერია სწორედ თქვენი უკავშირის წყალობით შეიქმნა და მე ძალიან მახარებს თქვენი ჩართულობა და მხარდაჭერა. გელოდებით მორიგ შეხვედრაზე, სადაც Select Tool-ის ხელსაწყოს განვიხილავთ.